როცა ვკითხულობდი ბიბლიას ძველ აღქმას შემხვდა ღმერთის სახელი ორნაირად. ერთი იყო ჰაშემი და ერთი იყო ელოჰიმი. ორნაირად იყო მოხსენიებული და თითქოს ანუ ვერ ცოტა თუ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, ანუ რატო პირველი როგორ? ელოჰიმი და ჰაშემი ან ხაშემი. ქართულად როგორ არის? ტეტრაგრამატონს იძახით, იჰვჰ რაც არის. დიახ, და რატო გახდა საჭირო, რომ ორი სხვადასხვა სახელით ყოფილიყო მოხსენიებული, ანუ სხვადასხვა ბუნება გამოიხატა, ამით უფლის თუ ანუ რატომ არის ორი სხვადასხვა სახელწოდებით მოხსენიებული? ელოჰიმ არის ზოგადი სახელწოდება იმ კულტურაში. არა მხოლოდ ერთი ღმერთის, არამედ საერთოდ მრავლობითია ელოჰიმი, რომ ავიღოთ. და ისრაელის ღმერთის მიმართაც არის გამოყენებული ეს ელოჰიმ მრავლობითში, მაგრამ ებრაულ ტრადიციაში ისინი ამბობენ, რომ ეს მეფური მე არის. როდესაც მრავლობითშია მიმართვა ძველ აღთქმაში ისრაელის ღმერთისადმი, იგულისხმება სამეფო მე. ისლამშიც ასე არის. მხოლოდ შემდეგ ახალი აღთქმის ავტორები, როცა შემოდიან და ქრისტიანობა სამების გამოცხადება, ქრისტიანობაში ხო ცხადდება ღვთისმშობლი. მერე ხედავენ ამ მრავლობით სახელწოდებაში სამების ასპექტს, მაგალითად, მოდით შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. მრავლობითში ამბობს ღმერთი თავის თავზე. და მერე ხვდებიან, რომ მითითებაა თორმე ის, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ყოველთვის თან არსებობენ. რაც შეეხება ტეტრაგრამატონს იჰვჰ-ს, ამ კონკრეტული სახელით მოსეს უცხადდება ღმერთი, თუმცა იქამდეც ნახსენებია იეჰოვა ირე, მაგრამ იქ ეუბნება, რომ აბრაამს ამ სახელით არ გამოვცხადები ვარ, არამედ აბრაამს გამოვეცხადე ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით ელ-შადაი, ყოვლადძლიერი. იჰვჰ ნიშნავს მე ვარ, რატომ ამბობს ღმერთი მე ვარ, იმიტომ რომ ის მყოფობს ნებისმიერ გარემოებაში, ნებისმიერ სიტუაციაში, სივრცის, დროის, მატერიის და რაც არ უნდა ხდებოდეს შენს ცხოვრებაში, მოსე, მე ვარ და მე ვარ, რომელიც გამოიყვანს ამ ხალხს ეგვიპტიდან და მე ვარ ის, რომელიც ყოველთვის ვარსებობდა, არასდროს არ ვიწყებ და არ ვამთავრებ არსებობას. ამ კუთხით ყოველ წინასწარმეტყველს თითქოს და იმ კუთხით უცხადდება ღმერთი, რა პრობლემასთანაც აქვს საქმე. მაგალითად, აბრაამს რომ მოუწოდებს ღმერთი, ხო? ეუბნება, რომ დატოვე შენი სახლი, სამშობლო, ყველაფერს დატოვებს, მიდის და კონკრეტულად არ იცის ჯერ ეტაპობრივად იგებს. და ყოვლადძლიერი ღმერთის გამოცხადება სჭირდება. და მოსეს შემთხვევაში ეგ იყო საჭირო. კონკრეტულად მაგ სახელს მე ებრაელები დღესაც არ წარმოთქვამენ და არც არის ცნობილი ბოლომდე დღეს როგორ წარმოითქმის, არ არის ცნობილი. თანხმოვანები არის, ხო? იჰვჰ და ყველაზე ასე ვთქვათ მართებულად მიაჩნიათ ებრაული სპეციალისტებს, რომ იაჰვე არის. სხვა ვერსიაც, რომელიც მოგვიანებით შუა საუკუნეებში წამოიწია, იეჰოვა, მაგრამ იაჰვე უფრო სწორად მიაჩნიათ. საერთოდ ღმერთის თლიანად თვითონ ღმერთი რო წარმოაჩინოს ესეთი სახელი არ არსებობს, იმდენად დიდია ღმერთი. ისე უცხადდება ადამიანს, რა დონეზეც ადამიანს შეუძლია ამის დატევნა და ამ კუთხით არის ეს სახელები.